საღამოშვიდობის მეგობრებო, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული დღე არის. ამათი ახალი სტილით და ახალი წესით და ახალი მით. მაგრამ სანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით გადავიდოდეთ, მანამდე მინდა ერთი ისტორიის არც ისე შორეული ისტორიის მოვლენები გავიხსენო. ეს არის დღევანდელი დღის მნიშვნელობა ისტორიულად, არც ისე შორს წასულ ისტორიაში. ეს 1754 წელია, როდესაც იმერეთში, კერძოდ ტყიბულის რაიონში, ხრესილში ქართულმა მხედრობამ მოსრა და გაანადგურა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეიარაღებული ძალები ოსმალეთის იმპერია და ხრესილის ბრძოლაში სოლომონ პირველმა დაამარცხა ოსმალეთის იმპერია უზარმაზარი არმია მოღალატე ქართველებთან ერთად. იმ მოღალატე ქართველებთან ერთად, რომლებიც თვლიდნენ სხვათა შორის იმას, რომ ოსმალეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიტომ ჩემოკარგებო, ერთ რამეს ვისურვებდი, არც ისე დიდი ხნის ისტორიის გახსენებიდან, თანამედროვე საქართველოს გადასდებოდეს ეს ყველაფერი, აუცილებლად დამდგარ იყოს ის მომენტი, როდესაც საქართველოში იქნება ამოწყვეტილი როგორც მტრის რაზმი, ასევე მოღალატე ქართველები. აი ამას ვისურვებდი ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, იმიტომ რომ სოლომონ პირველმა ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამოძირკვა საქართველოში ოსმალთა ბატონობა და ომის მთავარი მიზეზი მაშინ იყო ის, რომ სოლომონმა აკრძალა იმერეთში და საერთოდ მის სამფლობელოში, დასავლეთ საქართველოში ტყვეთა გაყიდვა, რომლითაც ისე იყო გარყვნილი და გადაგვარებული მაშინდელი საზოგადოება, არა მარტო თავადები, მათ შორის სასულიერო პირებიც. წარმოგიდგენიათ, სოლომონს გაუდგა როგორც დედა, ისე ბიძები, ასევე ბიძაშვილები და იქამდე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, სამეგრელოს ეპისკოპოსმა, მაშინ სოლომონი წყევლით გადასცა ხატზე, რომ ლუკმაპურიო გამოგვიგდეო პირიდანო, რას ქვიაო, შენო ტყვეთა გაყიდვა აკრძალეო საქართველოში. ქუთაისში, ოქროს ჩარდახში არსებობს დღემდე დიდი ჭადრის ხე, რომელსაც საჯალათო ხეს ეძახიან, სადაც სოლომონ პირველი ტყვეთა ამყიდველებს მიამაგრებდა, თვალებს დათხრიდა და თვალდათხრილებს უშვებდა. და ეს ძალიან არ მოეწონა ოსმალეთის იმპერიას, მაშინდენ გამაჰმადიანებულ სამცხე საათაბაგოს ახალციხის ფაშებს, ფოთის ფაშებს, რაჭის ერისთავს ევანაბაშიძეს, ასე შემდეგ და 10,000-მდე მოღალატე ქართველთან ერთად და პლუს გამაჰმადიანებულ ქართველებთან ერთად, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის, ასე რომ ვთქვათ, მსახურები იყვნენ ოსმალურ არმიასთან ერთად, 11,000 მეფის მომხრეს 44,000-იანი ოსმალეთის არმია დაუპირისპირდა და ოსმალეთის არმიამ განიცადა სასტიკი მარცხი. ეს მოღალატე ქართველები დაეცნენ ამ ბრძოლის ველზე, მათ შორის მეფის ბიძაც, ზოგიერთი ცნობით ურახუნე ბრეგაძემ მოკლა. და მოკლედ დიდი ამბები იყო მაშინ და აი ვისურვებდი, რომ აი დღევანდელ საქართველოში გამოჩენილი იყოს ისეთი დიდი მეფე, როგორც იყო სოლომონი, რომელიც ამ ენჯეოშნიკებს, ამ შიგ ევროპელებს, ამ გაურჯულოებულ
გაევროპელებულ. რა ვიცი, რა დავარქვა ამათ კაცო. ადრე თუ მაჰმადიანობდნენ, რაღაცა ღმერთი მაინც წამდა, ამას არც ღმერთი წამდა, არაფერი არ წამდა. იმიტომ გაურჯულოებულ ხალხს ისე ამოძირკვავს, ისე ამოსხიპავს და ისე ამოწყვიტავს, როგორც სოლომონ პირველმა ამოწყვიტა ხრესილის ბრძოლაში ეს ხალხი. და ეს იქნება ძალიან დიდი ბედნიერება საქართველოსთვის. ესა უდიდესი ბრძოლა არის, იმიტომ რომ ამხელა არმიით თავის დროზე ოსმალეთის იმპერიამ მთელი ბალკანეთი დაიპყრო და საქართველოში აგერ იმერეთის მეფემ ისეთი სიმწარე და ისეთი ცხვირპირი წაატეხია და საერთოდ ბევრ იმპერიას წაუტეხია საქართველოში ცხვირპირი, რომლიდანაც ოსმალები იძულებული გახდნენ, რომ საერთოდ იმერეთის სამეფოზე ხელი აიღოთ და ასე შემდეგ. ეხლა მის მერე იყო კიდე ბევრი ბრძოლები, იყო იქ რუხის ბრძოლა, იყო იქ საინტერესო არის თვითონ ხრესილის ბრძოლაში აფხაზი თავადის ხუტუნია შერვაშიძის გმირობა, რომელმაც 16 თურქი აკაფა. 16 თურქი აკაფა და თვითონაც დაიღუპა იმ ბრძოლაში. მაგრამ თვითონ მეფე ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო. აი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მეფე არის საქართველოს ისტორიაში სოლომონ პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მეფე, რომელი ტრაგიკული მეფეც შეიძლება ყოლოდა საქართველოს, იმიტომ რომ ესე იგი სულ ღალატი ახდა მის ცხოვრებას, მის მოღვაწეობას და სულ ღალატი ქონდა უახლოესი წლიდან. როცა დედა გიღალატებს, როცა ბიძები გიღალატებენ, როცა ბიძაშვილი გიღალატებს და საბოლოოდ, როდესაც შვილიც გიღალატებს. ამან ძალიან დიდი ტრავმა დატოვა სოლომონის ცხოვრებაზე და იძულებული გახდა, რომ შვილი ჩაეგდო, დაეჭირა და შეეპყრო და ჩაეგდო ტყვედ. სამწუხარო არის ის, რომ ამას არ უყვართ ამის გახსენება საქართველოში, ჩვენ ხო საერთოდ ისეთი ხალხი ვართ, რომ მარტო კარგზე გვიყვარს ისტორიაში ლაპარაკი და არ უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ აი მაგალითად აჭარის გათავისუფლებისთვის, როდესაც შეიჭრა აჭარაში სოლომონი, ქობულეთის ციხე აიღო, კინტრიშის ციხე აიღო და ასე შემდეგ, მოღალატე ქართველებთან ერთად ზურგიდან ჩაუსაფრდნენ და ისა ჯარი ამოუწყვიტეს და ლამის მეფეც კინაღამ ტყვეთ შეიპყრეს. და იძულებული გახდა, რომ ბრძოლით გამოეკაფა გზა და უკან დაბრუნებულიყო და ტრაგიკულად გარდაიცვალა. შემდეგ ხონში ძალიან დიდი მეფე იყო სოლომონ პირველი, ჩემთვის მართლა უსაყვარლესი მეფე და აი დაახლოებით ასეთი დეგრადირებული იყო მაშინაც ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ ხედავთ დღეს. ვინ ვის ეკედლებოდა და რომელი ოსმალის ეს იყო, რა ქვია, უკანალში შემძვრალი, რომელი რუსის, რომელი ირანელის, ძალიან ძნელად წარმოსადგენია ეგ პერიოდი, აი ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია და ჩვენ უახლესი ისტორიის გააზრება და ახალი ისტორიის გააზრება არ უნდათ საქართველოში. ახლა ამათმა უნდა იცოდნენ ამ დროს ჯერ კიდე ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი არ იყო საერთოდ და არ არსებობდა. სადღაც იქ შიგ ევროპაში რა მოხდა, ის უნდა იცოდეს და საქართველოში რა მოხდა, ის არ უნდა იცოდეს. რატო არ უნდა იცოდეს, იცი? სირცხვილი ქოცობას, სირცხვილი ამ მოღალატეებს, მე ამაზე კარგი როგორ უნდა ვთქვა. მე როგორ უნდა ვთქვა, კარგი ამაზე და მიმიფურთხებია, ვაგინებ დედას, ტარს, ცოცხალს, მისცილს, სუყველას, ერთი ელემენტარული მიზეზის ამათ სამშობლო არ უყვართ. ესენი იძულებული არიან ასე მოიქცენ. იმიტომ რომ აი მაგალითად ვისაც გაინტერესებთ, ვიდეოც შემიძლია გაჩვენოთ. ხრესილის ბრძოლის ადგილზე, სადაც მონუმენტი არის, ნაცებმა ადგენდა გადაშალეს ისა, რა ქვია, თურქები და თურქების სადაც ეწერა, რომ 1754 წელს ქართულმა მხედრობამ ღმერთის შეწევნით დაამარცხა ოსმალეთის არმია, წაშალეს ოსმალეთი და დააწერეს, რომ მტერთან ბრძოლაშიო. თან ისეთი უსინდისროები იყვნენ, ან აბრა გამოეცვალა მთლიანად, ადგენენ და პირდაპირ გადააწერეს, ხო? ეს ეთყობოდა, ხო? მერე ქოცები მოვიდნენ, ამაზე მიმართვაც გქონდა, ვიდეო მოთხოვნაც გქონდა, ყველაფერი გქონდა, არც ამათ არ შეცვალეს. მათმა რესტავრაცია ჩაუტარეს იქაობას, მაგრამ
მიუხედავად იმისა, რომ რესტავრაცია ჩაატარეს, ის წარწერა იგივე დატოვეს. ახლა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ხო არ აწყენიებდნენ, ხო და აი ამიტომ ვისურვებდი, რომ ისეთი ძალა მოსულიყო საქართველოში და ისეთი ლიდერი და რა ვიცი, გინდა მეფე დაარქვით, გინდა დიქტატორი, რომ ერთიანად რო ამოწყვიტავდა აი ლევან აბაშიძის შთამომავლებს და აი ამის რა ქვია, აი ამ ნაცქოცურ იმას ურდოს საერთოდ ამოწყვიტავდა საქართველოდან და წულუკიანი იყო მაშინ იმის მინისტრი სხვათა შორის კულტურის მინისტრი, როცა მიუმართეს, მაგრამ ფეხებს დაიკიდა, არაფერი მონაწილეობა არ მიუღია ამ ყველაფერში და ქართველო არ და ეს იყო რეალურად იმერეთის დიდგორი იყო. იმერეთის დიდგორს ეძახოდნენ ამ ყველაფერს. ეს ჩვენი სხივი არის წარსულიდან, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არ უნდა დავივიწყოთ, სხვათა შორის მე არ შეიჯვალეკომ გააკეთა ეს არ შეიჯვალეკომ გააკეთა იქ მეომრების ქვეყანას გვაკეთებდა და არ შეიჯვალეკომაც გააკეთა იქ რეპორტაჟი, მაგრამ არ შეიჯვალეკომ ვედეინახა ეს აბრა, რაც იყო იქ წარწერილი და იქ ილაპარაკა და რა ვიცი და 1000 ბოდვები ქონდა, სხვათა შორის მივწერე რომ შეუსინდისო კაცო მეთქი. ამდენი რაღაცა გადაიღდა, იმას ვერ შეხედე იქ რაცაა წარწერილი თქვა. აი მე თუ ამას ტყვის ლაპარაკობ მაგ ვიდეო შენახული არქივში და ხელახლა დავდებ და ვინც ახლა ჩემი ახალი გამომწერები შეგიძლიათ ნახოთ ხელახლა იქ ყველაფერი. აი ასე ამახინჯებენ და ასე ხდება საერთოდ ისტორიის გადაწერა. შენ შემოგევლე როგორ გიშველო, აბა არ მიამყავს ახლა 100,000-იანი და შემიძლია შემოვიდე საქართველოში და ყველაფერი დავალაგოს სხვანაირად თუ როგორ გიშველო. შემიძლია და არ შველი? მე თვითონ ვერ არ მაჩერებენ საქართველოში ამის გამო, რასაც ვლაპარაკობ და რაფერ გიშველო, ედვარდ? არ გვინდა ამერი აპოკალიფსური ლაპარაკი რა. ყველამ უნდა უშველოთ ჩვენ თავს. უნდა უშველოთ ჩვენ ქვეყანას. ახლა რა შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს. გადავიდეთ პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც არის სრული მარაზმია. რატო არის სრული მარაზმი? ვისაც აინტერესებს, ვეცდები რომ აუხსნა ახლა თუ ნორმალურ ადამიანებზე მაქვს ველაპარაკი, არანორმალურებზე არა მაქვს ლაპარაკი. ბიჭო, ჩვენ მივილტვით შიგ ევროპისკენ ისა გიგა ჩემოძმაო თურქეთის ბოდიში ერთუთი გაგცემ პასუხს. თურქეთის ტელევიზიამ რო გააწითლა საქართველო, ეს არ ახალია და პირველი არა. თურქეთი მე-10 კლასში ასწავლის თავის მოსწავლეებს იმას, რომ აჭარა ეს იყო თურქეთის ნაწილი და ქართველებმა მიიტაცეს. პირდაპირ საგანმანათლებლო სისტემაში არის ჩადებული ეს. ამაზე პროტესტი არ არსებობს საქართველოში. და ოსმალებმა და თურქულმა ტელევიზიამ ერდოღანი ახლა არის აღფრთოვანებული, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ უნდა იქნას გადახედილი 1914 წლის შეთანხმება, როდესაც სირია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოდ იქნა პირველი მსოფლიო ომის მერე გამოყოფილი. კი, წივის ამას. და ახალი რაიონები უნდა იქნას თურქეთზე შეერთებული. ხო. ოსმალეთის იმპერიის აღდგენის სურვილები კი არა აქვს, ანუ ამას ახორციელებს უკვე ეს გეგმა მუშაობს, ერდოღანის გეგმა ეს დიდი ტურანის, სხვათა შორის ქემალ ათათურქ ამათ რო უყვართ, ეს რო ჩადის, რა ქვია, ჩვენი ჯიგარი ღარიბა და ეგენი რო ჩადიან და ათათურქის საფლავს რო კოცნიან, რომელმაც საქართველოს 33% ტერიტორია წატყავა. მის საფლავზე არის ესე დაწერილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურმე თურქეთი ეს გახდა, რა ქვია, რესპუბლიკა გახდა მის ხელში და ვითომ იმპერიალისტული არა, მის საფლავზე არის ასეთი ანდერძი დატოვებული, რომ ყველა თურქის ვალი არის თურქული მიწები შეკრიბოს. ხო და არაფერი ამას აკეთებს ერდოღანი და ნელ-ნელა მისი ჭკუით აკეთებს. ტურაა და აკეთებს ახლა ამას და ჩვენ არ ვარგოდეთ, სხვას ნუ დავაბრალებთ მაგას რა. ჩვენ არ ვარგოდეთ ქართველები.
და იმდენად თავმოყვარეობები ვიყოთ, რომ საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილის თამადობით და შემდეგ მიდიოდეს და ათათურქის საფლავს კოცნიდეს, ამას თურქს ნუ დააბრალებს რა. ის მისი ქვეყნის პატრიოტია. მიუხედავად იმისა, რომ ლაზზე პირველი პატრიოტები არიან თურქეთის. ისე რომ იცოდი. იმას ნუ დააბრალებს. შენსას მოთხოვე რო არ ვარგა. შენსას. ხო. თურქეთი 100 წლის წინ 15 მილიონი. დღეს არის 80 მილიონს გადაჭერა, არ ვიცი 83 მილიონი თუ რამდენი არის. საქართველოს ბოლო 30 წელიწადში 5 მილიონ 300,000 იყო და აგერ ჩამოვედით 3 მილიონ ნახევარს. და ამას ნუ დააბრალებ იმას, რა ქვია, ათათურქს. დააბრალებ შენ მოღალატეებს. რომელი მოღალატეების გყავს? ხო, გადავიდეთ დღევანდელ დღეზე, ხო, აი წარსული თუ ვიცხოვრებ და წარსულის ლანდებს თუ გავიხსენებ. რა უნდა ველაპარაკო? მე ქოცებს რა უნდა ველაპარაკო და ყველა კაი ქოცის დედა შევეცი. მე ვარ აგერ ელემენტარულად ის ადამიანი, რომლებმაც ზუსტად იმის გამო, რომ თურქებს არ წენოდა, დამიჭირეს იმის გამო, რომ დიდგორობას აღნიშნავთ. და მე უნდა ვთქვა, ხა ქოცებზე კაი? ქოცების დედა შევეცი და ყველა ქოცს მოუტყავ, ტარი და ცოცხალი. ბიძინა ივანიშვილის თამადობი და ამთავრებული ბოლო ქოც მაწუნა რო დარბის ეგე. მის თამადობი. რატო და ამიტომ. ხო, თუ ვინმე სხის აი ამ ჩემ ფეხებს. ხო. დამთავრებიეთ რა, ეს მაშინ როდესაც დიდგორის 900 წლის თავი მოდიოდა და იქეთ აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავი და იქეთ ართვინში თურქი ნაციონალისტები აღნიშნავდნენ იმას, რა ქვია, ქართველებიდან გათავისუფლების 100 წლის თავს, ათათურქის ოკუპაციის დროს და ჩვენ აქ გვიჭერდნენ და გვაწვალებდნენ. არა მარტო მე, ჩემ მეგობრებს 14 ბიჭი დაიჭირეს მაშინ და რა ქვია, სულ ახსნა განმარტებები და ისინი აწერიეს, რომ რატო აღნიშნავდა ქართველი კაცი იმას, რა ქვია, დიდგორობას. და ეს გააკეთა ქოცები, ეს გააკეთა გომელაურო, შენ დედა შევთხარე და შენზე კაის თქმეს მოუთმან, ყველას ტარი და ცოცხალი და შენ მომფერებელს და შენზე კაის თქმეს, ყველას და ქოცებო თქვენსას. ხო, მე გამიმტყუნეთ, ახლა რატო ვიგინები? აი, ამიტომ ვიგინები, ტერს ვაგინებ და მოღალატეს ვაგინებ და ამ ჩემფეხებს ვეც არ მოგწევ. ეხლა რა შეეხება, გადავიდეთ ახლა დღევანდელ დღეზე. რა თქმა უნდა, ძმაო, რა თქმა უნდა და ბიჭო, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, აი, ქართველები. ბიჭო, ელემენტარულ კითხვას გისვამ. ბიჭო, ის რას ერჩით სხვა ქვეყანას? და რა გინდა სხვა ქვეყნისგან? ჩვენ ქართველებს, რო გააჩერო ქართველი და კითხო. ოქროს ხანა ხო გვენატრება? ნიკოპსიიდან და რუბანდამდე საქართველო. და უსეთიდან არა გაწამდა. იმათ ისენატრებად რაც იყო მათი. ო, ასია ეს. და იმათ თუ ყავთ ისეთი თავისი ქვეყნის პატრიოტები, ეს მათი სიძლიერის ნიშანია. ჩვენ თუ ყავთ ჩვენი ქვეყნის მოღალატეები, ეს ჩვენი მინუსია. ხო და ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს მივხედოთ. 56 ომი არის გადახდილი თურქეთს და საქართველოს შორის. დიდი ომზეა აქ ლაპარაკი, არა აქ პატარა შეტაკებებზე და რაღაცები, იმის თუ გაინტერესებთ, ცალკე შემიძლია გაჩვენოთ. ამის მერე რომ ქართველი კაცი წავა და ტრაქზე დაუწყებს თურქს კოცნას და ათათურქის საფლავზე მივა და აკოცებს ღარიბაშვილის თამადობით, მაგის დედა შევეცი, მაგის მაქებრის დედა მოყავს ყველასი. აი მიმიფურთხებია იმ ეროვნული ღირსებისთვის, იმ თავმოყვარეობისთვის, იმ შეგნებისთვის და ასე შემდეგ. ხო? და ქართველ პატრიოტებს, როდესაც დაიჭერენ იმის გამო, რომ თურქებზე გამარჯვების 900 წლის თავს აღნიშნავ. მით უმეტეს ისეთი ადამიანებისაც, რომლის ბაბუაც 100 წლის წინ აჭარის გათავისუფლებაში მონაწილეობდა და ასე არ მინდა ახლა ჩემ თავზე ლაპარაკი. ხო. და მე გამოვა ვინმე და ღმერთო დაგლოცე, ბატონო ბიძინა, მიშა მოგვაშორე, ომი ხომ არა ეს ჩმორიკა, ეს გამოსწირებული ქართველი. ზოგიერთ დამიწყე, ქოცი ხარ, ეგი ხარ. წადი თქვენი ტარი და ცოცხალი ნაციან ქოციანად რა, ახლა არ მინდა მე ახლა ამ წასულებზე არ ვლაპარაკობ,
ახლა სხვა თემაზე მინდა გელაპარაკოთ, რომელიც ჩვენი უკვე ახლანდელი მიმდინარე ეპოქა არის და რომელსაც დაუწერენ ალბათ მე ერთი 10 წლის მერე სხვანაირად დაუწერენ ჩვენ შვილებს და ჩვენს თავმომავლობას იმას, რომ თუმცა სხვანაირი იყო სიტუაცია. მე მინდა ახლა ელემენტარული ვილაპარაკო იმაზე, რაც ჯერ ეს მარაზმი, რატო ვთქვი, რომ მარაზმი იყო დღეს. ჯო ხალხო, აი ელემენტარულს გეუბნებით რა. ჯერ გავრცელდა ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტის ქართველების მიმართებაში რაღაცა ბოდვა, ხო, მისი აგენტურა ყავს საქართველოში. და დიახ, ფრანგების უდიდესი გავლენა არის საქართველოში. და წინაზე ვამბობდი, სამკუთხედი დახაზეთ. საფრანგეთის პრეზიდენტი და მოქალაქე მაკრონი, საფრანგეთის მოქალაქე ესა ივანიშვილი და საფრანგეთის მოქალაქე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა ხა ის თავის აგენტურაზე ზრუნავს. გასაგები. გამოვიდა იბჟუტურა, მოусმინა ისეთი გულისამრევი იყო, ჯერ რა უნდა უთხრა, მე ახლა მაკრონს რო გააჩერო 3-დან 2 ფრანგი პარდაცოცხალს აგინებს იმას, რა ქვია. მაკრონს სულ ამხობს თავზე ყველაფერს. მის ქვეყანაში კრიზისი აქვს და საქართველოსთვის ძალიან, მაგრამ მისი აგენტურა უნდა შეინარჩუნოს, ამაშია საქმე. მისი ტურები ასე რომ ვთქვა და ახლა გერჯის უკაცრავად წინა ლაივში თქვი რომ ეს გოგო არა გერჯისტანი ყავს იმაში თავის ადმინისტრაციაში და დედას კრიშავს აქედან დედას და ესენი არ მოსულან ხაერთი ეს მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ამ სირის მაკრონის ესე იგი იმას რომ მოусმინე ბოდიას ჩვენო ჰიბრიდულ ომს და სეპარატისტებს და იმას არ ვაწარმოებდო. ისე შენ დედა შევეცით თქვა, პირდაპირ ამის თქვა მინდო და აბა ახლა კოსოვოელ სეპარატისტებს ვინ უჭერდა მხარს იმაში, რა ქვია, სერბეთში და ვის აქ? სერბეთი აღიარებული როგორც დამოუკიდებელ ქვეყანა, საფრანგეთს არა აქვს. თქვენ არ უჭერდით? ჩვენო არ უჭერთ, ჩვენ ევროპულ ოჯახში ვართ, მოგითხართ ოჯახი. ევროპული ღირებულებებიანად. ბოდიში თუ არ მოგწონთ ასეთი ლაპარაკი. მაგრამ ასია. ურჯულო პიდარასტების და ურჯულოების ის ეროვნულ იდენტობას ვინ არჩუნებს? ეროვნულ იდენტობას საფრანგეთში აღარ რჩება. და ტიპს იმდენიც არ ქონდა გააზრებული, რომ პრეზიდენტის არჩევნას ხალხი არ ახდენდა. და ახდენდა ისა, რა ქვია, თავიანთი იგი, რა ქვია, პარლამენტი რო ახდენდა იმის არჩევნას. ამდენიც არ ქონდა გააზრებული ესეთები იბლუკული. ხო, მაგრამ გამოეხმაურა მის აგენტურას. მოკლედ, შეხედეთ, დღევანდელი ევროპის სახე არის სალომე ზურაბიშვილი. თქვენ რასაც ხედავთ, ამ ავატყობ, ამ იმბეცილ, ამ კლიმაქსიან, ამ რა ვიცი რა, ყროლებულ ქალში, ეს არის ევროპული განათლება, ეს არის ევროპული დიპლომატია, ეს არის ევროპული პოლიტიკური კულტურა, თანამედროვეც მე ლაპარაკი, ეს არის ყველაფერი, რასაც აი ამ ნაგავს ტენიან საქართველოს, რომ კარგია სალომე ზურაბიშვილი? კარგია? ქალს არანაირი კულტურა, არანაირი ზნეობა, არანაირი მორალი არ გააჩნია, ელემენტარული იმდენი პოლიტიკური შეგნება და ის სასწავლობდა დედარძე მოტყნული მაინც ამნაირში ძლიერი საგანმანათლებლო სკოლები აქვს და ინსტიტუტები აქვს, სორბონა დაუმთავრებია, მე კოლუმბიაში და ბიჭო, თლათ საერთოდ ვერ იტანდნენ ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს. მაგრამ არსებობს პოლიტიკური კულტურა არსებობს პოლიტიკური, სადაც მოქმედი პრეზიდენტი და წინა პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ და გადააბარეს ქვეყანა. იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება ამას ითხოვს. ეს დედარძე მოტყნული კიდევ მის ძალთან ერთად და მის გამოსწირებულებებთან ერთად ეგერ გავარდნილა იმაზე, რა ქვია, რუსთაველზე და რუსთაველზე წივის, კივის და ჩხივის და არალეგიტიმურიაო პრეზიდენტი ახლა. თვითონაც ხო იცის რომ ვერაფერს ვერ მიაღწევს, მაგრამ ბოლომდე უნდა იქნას, როგორც ძუკნა ნაჩვენები. ძალიან კარგია. აი ეს არის ევროპული განათლება. აი ეს არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. აი ეს არის ევროპული აზროვნება, რომელსაც თურმე ახლა ლანძღავენ და აფუთხებენ და აგინებენ ქოცები და ვითომ მე მოვიყვანე სალომე ზურაბიშვილი. მე მომიყვანია სალომე ზურაბიშვილი. ერმილენემსაძეს მოუყვანია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არც არჩევნებზე იყო და ტარდაცოცხალს აგინებდა მაგის არჩევისგან.
და მე მამადლია ნახლა რომ თურმე მოღალატე ყოფილა და აგენტი ყოფილა აგენტი რო იყო შედედარძე მოთხრუნო კობახიძე არ იცოდი არ იცოდი შენ დედას შევეცი ბიზნა ივანიშვილის დედას შევეცი არ იცოდა ან მაგაზე არ იცოდა ან წინაზე არ იცოდა ან იმის წინაზე არ იცოდა ყველაფერი კარგად იცოდა ხო დაიბანენ ხელები და ახლა ვინც აირჩიეს და უბრალოდ რა არის ჩვენი ტრამვირებული საზოგადოების იმას მინდა რა ქვია მოუბრუნდე რომ ვაიმე დიპლომი არა აქვს უდიპლომო აქეთ ხარ ეს ახლა მე არ ვთვლი რომ ზვიად გამსახურდიას მე საქართველოს პრეზიდენტი ყოლი მე არ ვთვლი ნახდათ ერთად იმიტომ რომ არ არის ეს კანონიერი არც არჩევნებია უკვე არჩევნებსაც არავინ გვეკითხება პრეზიდენტი იქნება თუ ვინ იქნება თვითონ წყვეტავენ თვითონ აკეთებენ მაგრამ მე ქართველ ხალხს მინდა უთხრა კაცო საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა მხოლოდ ორჯერ ეს იყო უზენაეს საბჭოს არჩევნები და ეს იყო პრეზიდენტის არჩევნები და ეს იყო ბნელ საბჭოთა კავშირში 90 და 91 წელს ფაქტია არ ვიგონებ მე ამას ფაქტია საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა მხოლოდ ორჯერ ორივეჯერ მაშინ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ითვლებოდა დე იურე ახლა დე ფაქტო მოვლენა სხვა იყო მაგრამ მიაღწია ამ ყველაფერმა მე რა იმისთვის რომ საქართველოს მოიპოვა დე იურე აღიარება მაგრამ ფაქტი იმის რომ როდესაც ჩატარდა არჩევნები სამართლიანი ეს მაშინ საბჭოთა კავშირი არსებობდა და ზვიად გამსახურდია მე არავისტი არა ვარ მაგრამ ფაქტია ასე იმიტომ თუ ვინმეა შემედავეთ მე ვილაპარაკოთ ჩვენ არ ყოლია განათლებული პრეზიდენტი თავს რო იკლავენ განათლებულიო და დიპლომიანი განათლებული და ქრისტიანი პრეზიდენტი ყავდა ერთხელ ჩვენ და კანონია ყველაფერთან ეს იყო ზვიად გამსახურდია დიახ ზეგანათლებული პიროვნება მორწმუნე ქართველი ქრისტიანი ეთნიკურად ქართველი წმენით ქრისტიანი და უსაზღვროდ სამშობლოზე შეყვარებული კანონიერად არჩეული ეს ვერ შეიძლო ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ბარაბას გზა საპატრიარქოს თამადობით გაყვა უგუღმა და მივიდოთ უგუღმა დღემდე მის მერე ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტები შევარდნაძით გაგრძელებული სააკაშვილით მარგველაშვილით და სალომე ზურაბიშვილით ესენი არიან დე ფაქტო რეჟიმების მმართველები და ესეც მეექვსე სხვათაშორის ეს დე ფაქტო რეჟიმის მმართველი ეს არ არის შემოკარგებო კანონიერი პრეზიდენტი შენ ნებისმიერ გამოსვლას მე აუხსნი ამას როგორც არა და რანაირადსა თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამიტომ ჩვენ ერთადერთი პრეზიდენტი გვყავთ დანარჩენი გვყავდა დე ფაქტო რეჟიმების ხელმძღვანელები და მმართველები და სახელი ხო ასე და არც ერთ მე მინდა გითხრა არც ერთ შევარდნაძით დაწყებული აი დამთავრებული სალომე ზურაბიშვილი არც ერთ განათლება არ ქონდა არც ერთი ქრისტიანი მართლმადიდებელი არც ერთი არ იყო არც ერთ სამშობლო არ უყვარდა უფრო მეტიც ყველა იყო მოღალატე საკუთარი ერის ხო ყველა და კიდე ერთ საშინელ რაღაცას ვიტყვი რა შევარდნაძის ვერ ვიტყვი ავანტყოფი იყო არ იყო ავანტყოფი რაღაც არ იყო ავანტყოფი მაგრამ შევარდნაძის მერე სააკაშვილი ეს იყო შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ნამდვილად ეს არ იყო ნორმალური ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი და ამიტომ არის საჭირო რომ დაესვას სააკაშვილს ის დიაგნოზი რომელიც დიაგნოზიც ნიშნავს რომ ის იყო შეურაცხადი რაც მიცემს საქართველოს მომავალში რომ ამ ადამიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ყველაფერი შეიძლება ბათილას იქნას ცნობილი იმიტომ რომ არანორმალური ადამიანის ხო ავანტყოფი ადამიანი რომელიც მართავდა ქვეყანას ამიტომ ავანტყოფი ადამიანის მიერ მოწერილი ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და ეს ასია და ნურავის ნუ გაუტყდება და სირცხვილი არის ის როგორ ავირჩიეთ ქართველებმა ეს რა ქვია ავანტყოფი პრეზიდენტი დიახ აგვარჩევიეს და დაგვისვეს მარგველაშვილი ეს იყო დაუნიზმის სინდრომით დაავადებული ადამიანი ვინმე მართვას რომ დაუნიზმს მაგრამ არ შეიძლება პრეზიდენტი უნდა იყოს ჯანმრთელი პრეზიდენტს უნდა ქონდეს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა ასე და დიახ სალომე ზურაბიშვილი არ არის ჯანმრთელი ეს არის დაავადებული ავადმყოფი ადამიანი იმბეცილი რომელსაც ფორმა ასე ნორმალური ექიმი მასე ფორმას აღგაცემს ეს ავადმყოფია ხო ამიტომ როდესაც ჩვენ
არა სასაცილო ძმაო, ახლა სასაცილო რატოა ეს რეალობა. თქვენ სალომე ზურაბიშვილი ჯამთელი გონია? და ჯამთელი ადამიანი მოიქცევა ისე როგორც ეს იქცევა? გეუბნებით მე თქვენ ბოლოს 3 პრეზიდენტი საქართველოს ეგრეთ წოდებული ყველა იყო დაავადებული ფორმა არ გაცემდა ახლა არა ეს ხალხო სასაცილო ეს ეხება პრეზიდენტს და ეს ეხება ქვეყნის ბედს და ჩვენ ქართველებმა ჩავაბარეთ ქვეყნის მართვა არა ქართველს არა ჯამრთელს არა ნორმალურ ადამიანს ასია ეს მე ამას არ ვიგონებ კაცო ნებისმიერ სამსახურში რომ იხვიდი ადამიანი რა შენ ჯამთელობის ცნობა უნდა მიიტანო ჯამთელობის ცნობა უნდა მიიტანო რომ ადეკვატური ხარ სააკაშვილი იყო ხალხო ადეკვატური თუ ეგენი იყო თუ ეგია ახლა ადეკვატური მე გეუბნებით თქვენ სამწუხაროა მაგრამ რეალობა არის რა სამწუხაროა მაგრამ რეალობაა ეს ხალხი ეს საქართველოს არხეინობა თუ გადაარჩენს აი ყველაფერს გეცემ არხეინობა თუ გადაარჩენს აქ დიპლომზე რო იჭრიან ნერვებს ვენებს აქ დიპლომზე არა ხალხო საუბარი ფორმა 100 დამიჯერეთ ფორმა არ იმსახურებდა და ჩვენ ადამიანის რომლის სახში ასანთი დატოვება არ შეიძლება ჩაუბარეთ ქვეყანას სამართავად ბოლოს ამ პრეზიდენტს და იმედია რომ ეს შეცდომა იქნება გასწორებული და ყაველაშვილს დიპლომი თუ არა ჯამთელობის ცნობა ფორმა 100 მაინც ექნება იმიტომ რომ ფორმა 100 რო არ ქონოდა ყაველაშვილს ხალხო არ მიცემდნენ იმას იმ გუნდებში თამაშის უფლებას და შემოწმებული ეყოლება ექიმს 100 ჯერ ეყოლება შემოწმებული რომ ჯამრთელია იმიტომ რომ დებილს გამოშტერებულს და ჩლუნგს იცინეთ ახლა რა ჯო სასაცილოს ლაპარაკობ ამ ეს სასაცილოს ლაპარაკობ სასაცილო არა მე და რატო უღადაო თიკო რატო რატო უღადაო საღადაოს ვამბობ რამ ეს სააკაშვილი ჯამთელი იყო მარგველაშვილი ჯამთელი იყო სალომე ზურაბიშვილი ჯამთელია არა ხალხო ეს ხალხი ჯამთელი ახლა იცინეთ თუ გინდა ახლა კლინიკათა ქვეყანა გადაქცეული და მაგად მოქმედებებს შეხედეთ ეტა ბიჭო ფეხბურთი აქ ნათამაშები და ჯამთელობის ცნობა დიპლომი თუ არა ჯამთელობის ცნობა მაინც ექნება მე ამის იმედი მაქვს მართლა გეუბნებით არ ხუმრობ ხალხო ჯამთელობის ცნობა ექნება ხო და დიპლომს დაანებეთ თავი შეეშვით ამ დიპლომს შეეშვით მე გეუბნებით ამას მართლა გეუბნებით აი ამ უბედურების ხელში ვარ და როდესაც ამას ვამბობ სიმართლეს, სამწუხარო ტრაგედია ჩვენი ერის, მაგრამ ვამბობ სიმართლეს, იმიტომ რომ ამ ავატყოფმა ხალხმა დაკარგეს ტერიტორიები, დახოცეს ახალგაზრდობა, გადააგვარი. კიდე, აი, მამაზეციერი გვიფარავს, თუ არა. სამი ავატყოფი რო გეყოლება ზედიზედ, ერთი მეორის მიყოლებით პრეზიდენტი იმ ქვეყანაში ელემენტარულად კაი ცხოვრებას რატო ელედებთ? და კიდე კაი გადარჩენილები ვართ და მე ამ ხრივ იმედი მაქვს რომ ყაველაშვილის ნამდვილად ექნება ჯამთელობის ცნობა. ხო. ამიტომ მოდი სანამ დიპლომს მოვითხოვდეთ პრეზიდენტისას, ჯერ ჯამთელობის ცნობა მოვითხოვოთ რა. და მე მგონი ჯამთელი. იმიტომ რომ იმდენი კლუბები აქვს მოვლილი, რომელიღაცა ექიმი შეატყობდა რომ იგი არ იყო ეს რა ქვია. არა, ეს ჯამთელი და სტადიონზე შესაშვები არა. ნუ ფაქტია რომ ჯამთელია და დანარჩენი ახლა რა გვიქნა ჩვენ ევროპულმა დიპლომატიამ და რა გვიქნა ჩვენ ევროპულმა განათლებამ და რა გვიქნა ჩვენ ევროპაში გაზრდილმა ხალხმა ნუ ახლა თიკო კი
ხო, გასაგებია იმ წარეს ისევ ლაპარაკობ, ხო, აბა როგორ ვილაპარაკო? როგორ ვილაპარაკო, აბა? გადავჩით. სამი ადამიანი ყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც დიპლომი კი არა, ფორმა 100 არ შეეფერებოდა. კიდევ მაგარი გადარჩენილები ვართ. ხო. ხო, მართლა გეუბნები. რო უკვირთ მე რა ჩვენ თუ არ ჯამთელი ხა არანორმალური ადამიანის დამართ ქვეყანაში არანორმალური ადამიანის დამართ ქვეყანაში საზოგადოებას რო ჯამთელი არ იყოს მიტოა ყველაზე დიდი მოთხოვნადი საზოგადოებას რო კითხო ვის გააცოცხლე დავით აღმაშენებელი კი არა გასაცოცხლებელი ის კი არა გასაცოცხლებელი არის ავლი ბზურავაშვილი ხო დასვა სამგეზე ეს დიაგნოზი ვინ რა დაავადების მატარებელია ხო ვინა რუსეთში გაზრდილი ქალბატონო ვინა რუსეთში გაზრდილი გაჩერდი თუ ძმა ხარ გიშველე იძახი ისტერიკულა ხო გიშველე აგი მე რა უნდა გიშველო ქვეყანას პრეზიდენტი გიჟი ყავს სამი და ეს საიდან გიშველე კი ბატონო სახელმწიფო ბიჭო აი გადასარევია რა მთელი მსოფლიო გაუგნდა როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ნუ ეს რაც იყო ხო ვიცოდით მისი ორატორობის ნიჭი ხო ვიცოდით მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა რო განაცხადა პატარა ბავშვებიო იმაზე გაიყვანეთო რა ქვიაო ამ მიტინგებზეო და შეეცვალონო მომიტინგეებსო თოთო ბავშვებიო ეს იმხელა ნაგავი იყო და ისი აყროლდა სოფლიომაც ვერაუარა გვერდი და ასეთი დასკვნა დაუწერეს რომ ეს ადამიანიო ან გულის გარეშეა ან ტვინის გარეშეა ან ორივე ერთად ხო იმიტომ რომ თოთო ბავშვებისთვის მიტინგებზე გასვლა ჰიტლერს ყავდა ჰიტლერი უგენდები მაგრამ ეს მოზარდი ასაგია თოთო ბავშვები არ ყავდა და ამ იმბეცილმა ამ ბლუკუნამ ამ დებილმა თოთო ბავშვები გეიყვანებოდა სოფლიო ყველა გაუგნდა მთელი სოფლიო დგის და იცინის და გაუგნებულია ხო სანამ დიპლომს მოითხოვეთ პრეზიდენტიდან ჯერ ფორმას მეითხოვეთ ამის თქმა მინდოდა მოკლედ დავამთავროთ რა ეგ საკითხი და კიდე ერთი რაღაცის თქვა მინდა ახლა ვინმე მხოცობაში მე არ დამადანაშაულოს მაგრამ კიდე ერთხელ მინდა გითხრათ კიდე ერთხელ უმაღლეს განათლებამდე მივართ უმაღლეს განათლებამდე თუ ჯამრთელ ადამიანს ავირჩევთ პრეზიდენტად მე უკვე უმაღლეს განათლებად შეიძლება მევითხოვოთ მაგრამ ჯერ ფორმაცია საჭირო დიპლომატი კი ხოდა რატო ვლაპარაკობ ხალხო იცით აი არ მინდა ჯერ კაცი არ გამხდარა პრეზიდენტი მიუხედავად იმისა მე არ მაქვს ყაველაშვილთან დამოკიდებულება თბილი და ტკბილი ეგ იყო ერთ-ერთი პირველი პირწავარდნილი სოროსელების მხარდაჭერი რომელმაც LGBT პროპაგანდას დაუჭირა ხარ ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდა და გავეშებული დიდ ქართველობაზე რო იჭრიან თავს ხო რა უნდა ვასწავლო კაცო პრეზიდენტი გახდეს და მე ვასწავლო ეგი საქართველოში ხდება მას ჯეჯელავა იგი განათლების მინისტრი რო არც იმას ეკნებოდა ფორმას ვაშლებით და კომბლებით რო ლაპარაკობდა და ზღაპრებს რო დაძდებდა და იგიო კომბლე ამოსაღები არისო ისო ბოროტდედნაცვალი ამოსაღებიაო და ისო რა ქვიაო ძინარებზე თუ ნახავი ამოსაღებიაო მავნე გავლენას ახდენსო გოგოებზეო რატო უნდა ელოდოსო ვიღაცა კაცო რომ მოვა და აკოცებსო და ფეხზე დააყენებსო კაცო თვითონ ვერ შეიძლება რო ადგესო ჯوار იყო ჯეჯელავა ამნაირი ჯეჯელავამ რო დაამთავრა მინისტრობა ვაშლები რო დაარიგა იმაში მერე წევიდა ჯეჯელავა უცხოეთში სასწავლებლად განათლების მინისტრი წავიდა სხვა ქვეყანაში სასწავლებლად არც იმას ჰქონდა ფორმას არ ჰქონდა ხო ასე არისო
Jo. დალოცვილი შვილებო. ეს გასაკვირი არა. ეს გასაკვირი არა. იმიტომ რომ ხა რა არიცი, რაღაცა სამართლიანი უნდა იყოს. როდესაც ამერიკას ეყოლება ბაიდენისნაირი პრეზიდენტი, დებილი, ჩამოყალიბებული, დებილი. ბაიდენი რო ჯანმრთელი არ იყო და არც ბაიდენს არ ქონდა ფორმასი, შეიძლება იფიქრო, კიდე მსოფლიოა, ბაიდენის შემთხვევაში მსოფლიოა, კარგად გადარჩენილი, იმიტომ რომ არ ქონდა არც იმას ფორმასი. იმიტომ არ იყო ბაიდენი თუ იმე ჯანმრთელი გონია, თვითონ არაა ჯანმრთელი. მაგრამ ჩვენ სამი გვყავდა ზედიზედ მიყოლებული. სამი. სააკაშვილი, მარგველაშვილი და სალომე. მე თუ არ მომწევენ ჩემო ძმაო ფორმას, ხო? მე არც პრეზიდენტობას ვაპირებ, არც პრემიერ-მინისტრობას, არც ქვეყნის მართვას და მე თუ გიჟი ვიქნები და ჩემთვის სხვასთვის ვიქნები თავისუფალი. ხო და ქვეყნის და ერის ბედი მაინც არ მექნება ჩაბარებული და პრეზიდენტი რო იქნები ადამიანი და ჯანმრთელობის ცნობა არ გექნება. და იქ უკვე გლახათა ასა. ასია. ტრაგიკომედია. ხო გვინდოდა თავისუფლება, ხო გვინდოდა დამოუკიდებლობა და ესაა ქართული საზოგადოება და ესაა ქართული საზოგადოების და ახლა სიმართლე გითხრათ, რაშია საქმე, იცი მე ერთ რაღაცას ვხვდები. ან 2004 წლიდან მოყოლებული. რაც სამი პადრიად მიყოლებული არანორმალური პრეზიდენტი ყავდა საზოგადოება, რომელსაც ფორმასი არ ქონდა. ის საზოგადოება ახლა რო ხედავს, რომ ფორმასი აქვს, ვისაც ირჩევენ, არ მოწონს. არ მოწონს, ხო? მისნაირი გიჟი უნდა. აი სალომესნაირი პრეზიდენტი უნდა ყავდეს და სალომე არის ლეგიტიმური და აი სალომემ უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველა დებილი მოწონდათ საქართველოში. ხო, ყველა მოწონდათ. სააკაშვილიც მოწონდათ, იმიტომ რომ დებილი იყო და მის ქვეყანას ანგრევდა და აქცევდა. დიპლომები ბლომად ქონდა. სააკაშვილს რო დიპლომები ქონდა, იმდენი დიპლომი გოდია, თელ კურსი არ გეიცემა ერთიანად. მარგველაშვილიც მოწონდათ და სალომეც მოწონდათ, იმიტომ რომ დებილია. და მისი დებილი მარტივად აქცევს ქვეყანას. ხო. და მოწონდა სხვას. ჩვენ მოგწონდა? მაშინ ესა. ხლა ადამიანი რო იმას იტყვის, რომ სააკაშვილიო დავით აღმაშენებელი იყო და ეს იყო და ის იყო და გადამრჩენი იყო და ერის ზოგი სააკაძეების შთამომავალს უძახის და იმას არც ის ადამიანი არაა ნორმალური. ამიტომ არანორმალურს ჯანმრთელობის ცნობიანი პრეზიდენტი არ უნდა, მისნაირი დებილი უნდა. მაგრამ საქმე რაშია, იცი, ერთ რაღაცაში არის საქმე. გიჟებთან ბევრი მინახია, გიჟები, ფსიხები, აი ძალიან ბევრი მინახია. ძალიან ბევრი მინახია, მაგრამ არის ორი კატეგორია გიჟების. არის ბოროტი გიჟები და არის კეთილი გიჟები. ბოროტი გიჟების ადგილი ფსიქიატრიულში, საავადმყოფოში. და კეთილი გიჟები შეიძლება სახლში ყავდეს, ვისაც პატრონი ყავს. ხო. სამწუხაროდ, 1, 2, მე-3, 1-2-ის მიყოლებით. ყველა იყო ბოროტი გიჟი. ყველა იყო ბოროტი გიჟი, ჩამოყალიბებული ბოროტი გიჟი. ხო და არ ვიცი ახლა ეს კაცი ახლა განათლებას და პატრიოტიზმს და ზვიად გამსახურდიასავით დიდ ქრისტიანობას და ეროვნულობას მე ვერ მოვთხოვ იმას, რა ქვია, ობიექტური უნდა იყო ადამიანი. ობიექტური უნდა იყო ადამიანი, მე არ ვითხოვ ამ იმას,
მე ვითხოვ უბრალოდ უკვე ერთი ჩემი დამოკიდებულება მაქვს ასეთი რომ პრეზიდენტს დიპლომი კი არა ჯანმრთელობის ცნობა ქონდეს ხო ჯანმრთელობის ცნობიანი პრეზიდენტი თუ გვეყოლება უკვე გადარჩენილები ვართ ხალხო უკვე რაღაცა გვეშველა ხო უკვე რაღაცა ეშველება ბეტრული ბერიას ამიტომ ნუ დაითხრით თვალებს ნუ დაითხრით არაფერი ისეთი არ მომხდარა რამერიც აფხაზეთის ამბებზე რა ვიცი ნახოთ თუ მშვიდობა იქნა ხვალები ლაპარაკობთ არა ინტერესებს არავის აფხაზეთის ამბები რაც ეგერე ნაძვისხი არა ანთებიან პრეზიდენტი ქუჩაშია გამოვარდნილი და ვენებს იჭრის და დემოკრატია და ესე შემდეგ ვის აღშენდება აფხაზეთის პრეზიდენტი აი რა აფხაზების იგი რო იყო ჯანია რო იყო იგი აფხაზეთის სეპარატისტების პრეზიდენტი სიმართლე გითხრა აი ძალიან ისეთ სიმართლეს აი ჯანიას რომ მითხრა ახლა აი ამ წარსულებიდან ვინც იყო საქართველოს პრეზიდენტობა ჩაუვარები ბჟანიას იმდენად განათლებული იმდენად მოაზროვნე და იმდენად სხვათა შორის კარგი ადამიანი არის ბჟანია ამათგან განსხვავებით მართლა კი არ ხუმრო და გინდა ანქვაბი საქართველოს პრეზიდენტად დავნიშნავ ჩემი ნება რო იყოს ჯანმრთელობის ცნობაც აქვს სხვათა შორის ქართული წარმომავლობა აქვს ქართველები არიან ქართველ აფხაზებს რასაც ეძახიან ისინი არიან და ამქვაბი საერთოდ არა ეს აფხაზი ლაზია წარმოშობით და მოაზროვნე და არ გადმოაზროვნე ნორმალური ხალხი არიან და კაცობა აქვს ვაჟკაცობა აქვს და განათლება აქვს და იცნობენ ყველაფერს და ასე შემდეგ არ ხუმრობ ჩემი ნება რო იყოს ამ შევარდნაძიდან მოყოლებული დამთავრებული სალომემდე ახლა იგი არ ვიცი რას იზამს არა მაქვს დიდი იმედი ამისიც მაგრამ ქვეყანას არ დააქცევს იმედია ბჟანია ჩაუვარებდი მთლიან საქართველოს იმას და მოგვარდებოდა აფხაზეთის პრობლემას და დანარჩენი საქართველოს ბევრი პრობლემას მოგვარდებოდა გინდა ახლა ასე თქვით და გინდა ისე აბა ჟვანია საწყალი აბა ბიჭო ჟვანიაზე რაფერ მწყდება გული იცი ჟვანია იყო პირველი ამ მწვანეების ძაღლმადიდებლების და პიდარასტების და ჩათლახების ფლაგმანი საქართველოში და ჟვანიამ შემოიყვანა ყველაფერი უბედურება საქართველოში დაუძინებელი მტერი იყო ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების და მაგის მოროშილი სიტყვები მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი ეს პიდარასტული ენის წარმოთქმული ამან დაღუპა ქართველიე და რაში უნდა მეწოდებოდეს ჟვანია საბაჩა ესმერც ერთნაირები იყო ის უბრალოდ მეტი ჭკვიანი იყო ეგონა მაგრამ შტერება უფრო იმას უქნია არა არ მეწოდება საერთოდ რაც წოდები ქონდა ქართველი ერის მიმართ ის აქვს გამოსასყიდი ჟვანია რა გუკეთ ამ ჩვენ ქვეყანას ჟვანია არ ვიცი თუ ვინმეს სხვანაირად მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ სხვა მიმართულებაზე წავიყვანთ და თუ ვინმეს გააქვთ რაიმე კითხვა დამისვით და მოვრჩეთ. უმრობასაც აქვს ხო? იყო ნოდარ ნათაძე და რამოდენიმე ადამიანი, ვინც აღიარეს თავიანთი დანაშაული მაშინდელი ჩადები.
კარგი, ჩემოკარგებო, დაგემშვიდობებით, როგორც ვთქვათ, არანაირი კითხვები არა, ან რა კითხვები უნდა იყოს, მე გეტყვით, რომ ძალიან უმეიკლავ თავს. დღეს იდიოტიზმი ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ეს არანორმალური ადამიანებიდან ადგენდა კალაძის მაიკა დაუწვიათ, თურმე საქართველოს ნაკრებში რო თამაშობდა, თურმე მაშინდელი მაიკა დაუწვიათ. კი, მაგრამ აცი მილანში რო თამაშობდა, ან კიევის დინამოში მაიკა რატო არ დაწვით? რას ერჩოდით იქ გერბს, რას ერჩოდით ეროვნულ მაისურს და ასე შემდეგ. არ ვიცი. ხო, ეგ არაბა ახლა სალომე ზურაბიშვილის ფორმასის არ მქონე პრეზიდენტის მომხრეები ვინ იქნებიან ნორმალურები. რა თქმა უნდა, ეს ეგრე ხდება და ეს ეგრე მოხდება. მურმან დუმბაძეზე მეკითხები? ნუ ახლა მურმან დუმბაძე კლინიკა ის საგიჟეში უნდა იყოს, ისიც უნდა იყოს საგიჟეში, ვირეშმა და ავანტყოფი. ხო, მურმან დუმბაძეს რა უნდა პარლამენტში? ახლა როცა პრეზიდენტი ხავს ფორმასის გარეშე, ახლა მურმან დუმბაძეც რო იყოს პარლამენტში, რატომ უნდა გაიგებდეს? არაფერი არჩევნები არ იქნება მომავალი, ყველაფერი ისე იქნება როგორც არის. კარგად აქვს ამ ფსიქიატრიული კლინიკისთვის ალღუ აღებული ბიძინა ივანიშვილს, მაგი აბარებდა ფორმასის გარეშე პრეზიდენტებს ხელისუფლების მართვას და მერე მართავდა ანგიჟებს და რა ვიცი, ახლა იმედია ესეც ისეთი იქნება, რომ ყოველ შემთხვევაში განსხვავებულ ხასიათს არ გამოაქვს. სკამზე რო დაჯდება, იმედია ესეც არ გამოავლენს განსხვავებულ ხასიათს. ამით გაიმყარებენ ახლა ვლასტს და იქნება ესე ქვეყანა. ახლა პრეზიდენტი რო კოცი იქნება, პარლამენტი რო კოცი იქნება, სხვათა შორის მინდა გაგახსენოთ ჩემი ნათქვამი, რომ პარლამენტში ეგრეთ წოდებული ხალხის ძალა გამოეყოფა კოცებს და ოპოზიციაში ჩადგება თქვა, აგიხდათ ყველაფერი ისა რა ქვია კარგი, ზუსტად ისე მოხდა, გამოეყო ახლა და კოცები ორი ჩაუდგენ კოცებს იმაში, რა ქვია, ოპოზიციაში და მიმდინარეობს ახლა ასე და ასე გაგრძელდება რა, ეგ ყველა სხვა შორის ეგ შიგევროპიდანაა ნასწავლი და შიგიმიდან. ეხლა ზოგი ერთებს რო გონია, რომ დასავლეთში, ევროპაში და ამერიკაში კორუფცია არაა და ეს არა. ზუსტად ესაა, ეს სკოლა არის. ეს მარაზმის სკოლა არის ზუსტად ევროპაშიც. ზუსტად ესეთი გულის ამრევი რაღაცები ხდება. აგერ ახლა ბაიდენმა რო შეიწყალა საკუთარი შვილი, ეს სად ხდება? ეს რუსეთში მოხდა, პუტინმა შეიწყალა მისი შვილი? ბაიდენმა არ შეიწყალა მისი შვილი? არა, ბელა არ იქნება არანაირი არჩევანი. აქ კითხვა არის ადამ არშანიას. რა უნდა ვთქვა მე ადამ არშანიას? აი რა უნდა ვთქვა მე ადამ არშანიას? ელემენტარული მინდა ერთი რაღაცა უთხრა რა. ვითომ რაღაცა დააფიქსირა და არის გონია ბათილად მაგის ის იყო, რა ქვია, რჩეული მაგის ხო ისე არჩევანი მაგარი იყო 225-დან 224-მა აირჩია ებჯოს დილობიზა 10 ერთი ყავდათ ასარჩევით ან დილობიზა ერთ 10 კაცს მაინც ეთქვა უარი წინასწარ ხო იყო ჩაწყობილი რაცხა დემოკრატიას დაამგვანებით, მაგრამ ბიჭი არ გეყოთ ღია ის იყო, რა ქვია, ღია არჩევნები იყო და მე ვინმეს არ წამეეძახებია, შენ არ მიეცი ხმაო ალბათ და იგი და იგი. ადამ არშანიას მე რა უნდა ვთქვა? ან მამამისი ლორიკას. რა უნდა ვთქვა? ლორიკა მარშანიას და ადამ მარშანიას. პუჩისტი ნაძირალები, ორივე მამაშვილი და ნაძირალაა თვითონ. საერთოდ რა ესაქმება იქ? ხელის გულზია ყველაფერი. ეს გადადე რა უნდა ადამ მარშანი იგის კლინიკაშია დასაყვანი. სალომე ზურაბიშვილიდან ბევრად კი არ განსხვავდება. პუჩისტი, მამის პუჩისტის შვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიაზე იზახოდა, რომ ქაჯია. ზვიად გამსახურია იყო, ქაჯი და ლორიკ მარშანია იყო, კაცი და შენ ხარ ქალი. ვეჟენ პატრონ შენსას, თავმოყარეო ადამიანო და ესა რა ქვია, მაგათი პარტია კიდე ეს ქარხან მოურავის ისა რა ქვია, ახლა თურმე
თურმე რა ვიცი ქარხანა რაღაც არჩევნებს ითხოვს ეთყობა ხო ქარხანას ხო ეთყობა ესა იმის იმედი აქვს ქარხანას რომ შეძრება ვისთან ერთად ითხოვ ქარხანა არჩევნებს მეტრაკეებთან ერთად არავინ არაა ნაციონალური მოძრაობის ამგზალავი ჩემოძმაო ნაციონალური მოძრაობის ამგზალავი არავინ არაა საქართველოში თუ საქართველოში მოხდება ის რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩება პარლამენტის გარეთ რა ძალიან მეეჭვება მე თავშივე გითხარით რომ როგორც კი მოვიდნენ 100 ხმაო ვერ მივიღეთო და ვერც იმპიჩმენტს ვაცხადებთო და ვერც ნაცებს ვასამართლებთო და ვერც ის და თუ დარჩება გარეთ ეგ ქვეყნისთვის კაი იქნება მეტნაკლებად თავიანთი ოპოზიცია რო ეყოლებათ იმაში პარლამენტში ასე წავა ერთმანეთში ოჯახური ჭუბი მაგრამ ხალხო დამიჯერეთ მე ესენი შერიხინდებიან ერთმეორის მიყოლებით პარლამენტში არავინ არ დაკარგავს იმას გუბასანიკიზე გაიხსენეთ და დაინახავთ ვინაა და რა ხალხი არავინ არ აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას არა გამორიცხულია ეს როგორც სალომე ზურაბიშვილს მოუწყეს იმპიჩმენტი ისე მოახდენენ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და კოჰაბიტაციის დასრულებას. ასე იქნება ეგ. რაიმრაფს ემკეთებელი არა ჩემს მახა რა. თავიანთ ტრაქს გადაერჩენენ, იქნებიან კარგად ხელისუფლებაში და სულეყოლებად მაგნაირი მარგინალური ხალხი, ჩვენ თუ არა ნაცები მოდიო. აბა მე ვის შეახოცონ ხელს? აბა? რა თქმა უნდა, ძმაო, მარშანიაც კლინიკაა. კი, მქონია ბედნიერება პირადი ურთიერთობის შეხვედრის. და დალაპარაკების და კლინიკაა, სულ ჩამოყალიბებული კლინიკაა. რა, იმას არ აქვს თავში ჯამრთელად არაფერი. ჩვენ დავით აღმაშენებლამდე და თამარ მეფემდე და იმამდე სანამ მივართ, როგორც იქნა ერთი პოზიტივი დევინახოთ. პრეზიდენტი გვეყოლება, რომელსაც ექნება ფორმა 100. ნახოთ. ნუ ახლა ჩემოძმაო რა საჭირო იყო და იმიტომ იყო საჭირო რომ დემოკრატობანა უნდა გათამაშდეს ახლა კომპარტია ხო არა ერთი პარტია იყოს იქნება ქოცები ერთი და იქნება ქოცები ორი ამისთვისაა საჭირო ქოცები ორი ვინიცობა სხვები შემოვლიან პარლამენტში მაინც ქოცის მხარეს იქნება და ერქმება ქოცი ორი რასაც სიტყვის დიდი ბიზინა გაყვებიან იმას ამაშია თეატრში არა ხარ დამყოფი კაცო არ გინახიათ სახიობი რანაირია? ზოგი ეგონება მართლა დავით აღმაშენებელი არის, ისია როლში შესული. ეს თეატრი მიდის, ესაა პოლიტიკა. აბა? ამაში იყო საჭირო. ასია ეს. აბა თქვენ გონიათ სერიოზულად ვინმეს ექვეყანა უყვარს? არც ისე დიდი ხნის წინ, ნუ დაახლოებით ერთი 9 წლის წინ დაახლოებით ასე ერთ-ერთ სუფრაზე მოვხდი, სადაც უშიშროების ოფიცერი იჯდა და ჩემერთო ეს პატრიოტული აზროვნებები და ეს და მისმინა მოიმბრუნდა ეგაც და რა მითხრა იცი? ბიჭო, მე მესმისო შენი. მაგრამ შენ რა გონიაო ექვეყანა მართლა ვინმეს უყვარსო? მართლა გონიაო? მეთქი როგორ არა? ხო, კაი, გეიგე ფიზია შენ თვითონ. გევიგე რომ ექვეყანა არავის არ უყვარს. ესა შეპესი საქართველო. თეატრი. არავის არ ადარდებს. ვინმეს რო ადარდებდეს, ეხლა საქართველოს აფხაზეთში რაც ხდება, იმაზე უნდა გქონდეს თვალები გაფაციძებული, რომ იქნებ არც სიკეთე მოგვივიდეს, მაგრამ არა. კლინიკა. რუსთაველის გამზირი. ბელიქიშვილის გამზილი. ახლა ჭიჭინაზის ქუჩა დაემატა, კიდო და შაყრილია მამალი გიჟები და ასე. აი შემოკარგება, გემშვიდობებით მშვიდობა მოგცეთ. უფალმა და გამძლეობა ამ ფსიქიატრიულ კლინიკაში გვეშველება, ხო, გეშველება, ქალბატონო, გეშველება. რა ვიცი, ნახოთ, აქამდე ფორმასის გარეშე იგენი ყავდა, რა ქვია. პრეზიდენტები და ახლა ფორმასი მაინც აქვს პრეზიდენტს და ნახოთ. აი იქნება. კარგად.